არგუმენტების დრო ბრუნდება პირდაპირ ეთერში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოლიტიკური თემების შესახებ. მას ასე ქართულ ტელესივრცეში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა შესაძლოა შეიზღუდოს და კანონის საფუძველზე შემცირდეს. რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესთავაზა, რომლის კანონპროექტის სახით ინიცირებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ახორციელებს. დააზარალებს თუ არა დამტკიცების შემთხვევაში ეს ინიციატივა კერძო ტელეკომპანიებს, როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მართლაც ითვალისწინებს თუ არა სარეკლამო დროის შემცირებას ასოცირების შეთანხმებით. აი სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ მომდევნო 1 საათის განმავლობაში. ჩვენი პირველი სტუმარი კი ამ თემასთან დაკავშირებით იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ბატონი კახა ბექაური. მოგესალმებით ბატონო კახა, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის და პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვათ, საერთოდ რატომ ჩათვალა კომისიამ საჭიროდ აი ამ ინიციატივით პარლამენტში შესვლა, უпростоრად პარლამენტისთვის ამ ინიციატივის მიწოდება. ჩვენ ვიცით ზოგადად გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით გათვალისწინებული კატეგორია და უნდა მოვიყვანოთ ამ საკითხშიც ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში, მაგრამ თქვენ ალბათ გაცილებით უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია გაქვთ და კარგი იქნება თუ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება კანონპროექტს, ამ კანონპროექტზე თვითონ ამ იდეაზე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა, ესე არ არის რომ თქვათ როგორც ზოგიერთ ჩვენი ოპონენტი ამბობს, რომ ძალიან ფორსირებული ტემპით და მოკლე დროში გაკეთდა, არ არის ესე, რამდენიმე თვეა დაახლოებით 8 თვე, მას შემდეგ რაც მე თებერვალში, იანვრის ბოლოს კომუნიკაციების კომისიის წევრად პარლამენტმა დამამტკიცა, მას შემდეგ ამ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ დაახლოებით თვენახევრის წინ უკვე გამზადებული საბოლოო ვერსიით კანონპროექტი, რომლის წინადადების სახითაც პარლამენტში ვაპირებდით შესვლას, დავიწყეთ მისი საჯარო განხილვა, კერძოდ მოვიწვიეთ მაუწყებლები და უკვე თვენახევარია მიმდინარეობს უკვე საჯარო განხილვა მათთან ერთად, მუშა პროცესი, რომლის შემდეგაც პირველადი ვერსია დაიხვეწა და დღეს გვაქვს ინფორმით, რა ფორმითაც დღეს არის და უკვე წარდგენილია ის წინადადების სახით პარლამენტში და უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, ეკონომიკური კომიტეტი აპირებს მის ინიცირებას. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს საიდან მოვიდა ეს იდეა და რატომ კეთდება საერთოდ. თქვენ როგორც იცით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პირდაპირი ფუნქციაა, ჯერთი ეს არის ჩვენი რეგულირების სფერო, მაუწყებლობა ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც ჩვენ ვარეგულირებთ და შესაბამისად ქართული კანონმდებლობით, კერძოდ მაუწყებლობის კანონით, საქართველოს კანონით და ასევე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონით კონკრეტულად არის განსაზღვრული მარეგულირების ფუნქციები, რომ ის უნდა აკვირდებოდეს იმ ბაზარს, რომელიც შედის მის რეგულირების სფეროში და თუ ბაზარზე ხედავს გარკვეულ პირობებს ან ხედავს იმას, რომ არ მიდის მთლად კარგად ისე როგორც საჭიროა და შესაბამისად შესაძლებელია გარემო იმისთვის, რომ გაცილებით უფრო კონკურენტული გახდეს გარემო ან ვთქვათ ბაზრის განვითარებისთვის, ამ ბაზრის განვითარებისთვის ხედავს, რომ გარკვეული ნაბიჯებია გადასათქმელი, ეს პირდაპირ ეროვნული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციაა, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ეს ღონისძიებები გაატაროს ბაზარზე. შესაბამისად ამისა ზუსტად და პლუს კიდევ თქვენ რაც ბრძანეთ, აბსოლუტურად სიმართლეა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შესაბამისობაში, ანუ თანადობაში მოსულიყო ჩვენი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოვიდეს ევროპულ კანონმდებლობასთან, შესაბამისად არსებობს აუდიოვიზუალური 6 დირექტივა, რომელი ვალდებულებისაც, რომელი დირექტივების შესრულება სავალდებულო ხდება საქართველოსთვის, თუმცა ის გაწერილია დროში 3-დან 5 წლამდე და შესაბამისად ის რეგულაციები, რომელიც ჩვენ ამ კანონში შევიტანეთ, მოიცავდა ორივეს. ერთის მხრივ იმას, რომ რასაც ვთვლით და ჩავთვალეთ ჩვენ საჭირო, რომ ამ ბაზრის განვითარებისთვის თავად ბიძგისთვის, რომ სარეკლამო ბაზარი გაზრდილიყო და იმისთვის, რომ შესაბამისად უფრო კონკურენტული გარემო იყოს და უფრო დიდი იყოს, ანუ მათ შეიძლება მოკლე დროში ზრდის საშუალება მიეცეს, მეტი ზრდის საშუალება მიეცეს სარეკლამო ბაზარს და მეორეს მხრივ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომ ის ევროდირექტივებთან დირექტივები იქნას გათვალისწინებული და ჰარმონიზაციაში იყოს ჩვენი კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით ევროპულ კანონმდებლობასთან, ეს ორი მიზეზი იყო და ზუსტად ეს ცვლილებები
დაუგეგმეთ და შევიდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში, რომელიც დღეს წინადადების სახით არის პარლამენტში წარდგენილი. და აქ თავარი რა არის, მაყურებლისთვის თუ გასაგები იყოს, რაზეა საუბარი? ეს არ არის სიახლე, მე მინდა ვთქვა პირველ რიგში, რადგან ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს და აქ საუბარია საათში რეკლამის განთავსების ლიმიტებზე და ეს 12 წუთზეა თუ არ 12 წუთზე ეს არის არაუმეტეს 20% ერთი საათისა, რაც შეადგენს აბსოლუტურად გეთანხმებით 12 წუთს და ეს არაუმეტეს 20% საათისა მინდა გითხრათ და იცოდეს თქვენმა მაყურებელმა, რომ 2005 წლამდე საქართველოში მაუწყებლობის შესახებ კანონში ეს ჩანაწერი არსებობდა და ეს ლიმიტები, ეს რეგულაციები არსებობდა. 2005 წლის მერე შეიცვალა კანონმდებლობა, თუმცა მინდა გითხრა, რომ ასევე შეცდომით ხდება ტირაჟირება იმის, რომ თითქოს საერთოდ არ არსებობს რეგულაციები და ჩვენ ახლა ახალი რეგულაციები შემოგვაქვს, ესე არ არის. ჯერ ერთი რომ როგორც გითხარით 2005 წლამდე ზუსტად ეს რეგულაციები, ანუ არაუმეტეს 20%-ისა საათში არსებობდა, მაგრამ როდესაც გაუქმდა, არ გაუქმებულა ეს მთლიანად და დღესაც მოქმედ კანონმდებლობაშიც არსებობს რეგულაციები, მაგალითად ახალი ამბების პროგრამაში და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუებში 15 წუთიანი ლიმიტი დღევანდელი კანონმდებლობითაც არის დაგეგმილი. მხოლოდ და მხოლოდ ლიმიტის გარეშეა დღევანდელი კანონმდებლობით, რასაც სადაც ჩვენ შემოგვაქვს ლიმიტირება, ეს არის სერიალები და გასართობი გადაცემები, სადაც ფაქტიურად ლიმიტი არ არსებობს და ჩვენი ანალიზით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ მთლიან პერიოდის განმავლობაში და მაყურებელის დამეთანხმება, იმიტომ რომ ის გრძნობს ამას ყველაზე მეტად ყურებისას, სერიალების და გასართობი გადაცემების ყურებისას, საათში ხანდახან არის რომ 35 წუთსაც აჭარბებს. ანუ ნახევარზე მეტია 1 საათის განმავლობაში ხანდახან რეკლამა. ანუ იმ გადაცემაზე, იმ სერიალზე, ანუ ამა თუ იმ პროგრამაზე იმაზე მეტიც კი არის, ვიდრე თავად პროდუქტი. აი ესეთი უბედურ სიტუაციაში ვართ დღეს, ანუ ეს არის ფაქტიურად დამახინჯებული მედია სივრცე და სხვათა შორის ეს არა მარტო მომხმარებელთა უფლებების თვალსაზრისით, ანუ მომხმარებელთა უფლებებს ლახავს, არამედ ლახავს თვითონ რეკლამის მიმცემთა უფლებებს, იმიტომ რომ იმ გრძელი სარეკლამო ბლოკის დროს, როგორც მოგიხსენებათ, ხდება გადართვა იმ არხისგან, ასე ვთქვათ, სადაც ეს გრძელი სარეკლამო ბლოკი დაიწყო და შესაბამისად უკვე მესამე, მეოთხე, მეხუთე წუთზე, ვთქვათ, 15 წუთიანი ბლოკი, როდესაც გადის, თავად სარეკლამო ბლოკის, თავად რეკლამის ყურებადობაც ვარდება და ილახება რეკლამის მიმცემთა უფლებები, იმიტომ რომ რეკლამის მიმცემი იმაში იხდის ფულს, შესაბამისად გონია რომ მას იმ რეიტინგში, იმ მაყურებელთა ოდენობაში იხდის ფულს, რომელიც იმ პროგრამას უყურებს, მაგრამ სამაგიეროდ იღებს ნახევარ, ხშირ შემთხვევაში ნახევარ აუდიტორიას, ანუ ნახევარ რეიტინგს იმისას, რისი მოლოდინიც მას ჰქონდა. ამიტომ ფაქტიურად მისთვის რეკლამის ეფექტიანობაც დაბალია. ამიტომ ეს ამ თვალსაზრისითაც ამისკენაც არის მიმართული, რომ ერთის მხრივ დაცული იქნას მომხმარებელთა უფლებებიც, მეორეს მხრივ თავად მაქსიმალურად გაიზარდოს ეფექტიანობა იმისთვის, რომ რეკლამის მიმცემისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს რეკლამა და ბუნებრივია ეს ბაზარსაც შეეტყობა, იმიტომ რომ ეფექტიან რეკლამაში მოგეხსენებათ რეკლამის მიმცემი მეტ ფულსაც იხდის. გასაგებია. დღეს ჩვენ არ აკვავს ოპონენტები ამ იდეის სტუდიაში, ამიტომ მე რამდენიმე, ასე ვთქვათ, კონტრარგუმენტსაც გავაჟღერებ, რომელიც მომისმენია, რომელიც წამიკითხავს. პირველ რიგში, რასაკვირველია, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაც თქვენ ბრძანეთ, რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც მაყურებელს აწუხებს და ალბათ ძნელია არ დაგეთანხმოთ ამაში, ძალიან გრძელი რეკლამები, როცა პროდუქტსაც აჭარბებს და მეორე ასევე თავად რეკლამის ყურებადობაც უშუალოდ რეკლამის დამკვეთისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებს თუ თვალს გადავავლებთ, ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ეპაიქრება ორი კონცეფცია, ანუ აბსოლუტურად არარეგულირებადი სივრცის და რეგულირებადი სივრცის. მაგალითად, რას გულისხმობ? ანუ არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა ეს საკითხი დაარეგულიროს თავად ბუნებრივად ბაზარმა, იმ გაგებით, რომ თუ ადამიანი ჩათვლის, რომ ამ არხზე მას ფილმის ნაცვლად აყურებინებენ მხოლოდ რეკლამას, ის უბრალოდ არ უყურებს ამ არხს და გადართავს იმ არხზე, რომელზეც არ აყურებინებენ ამდენ რეკლამას. ან მეორე საკითხი კიდევ თავად რეკლამის შემკვეთებსაც ალბათ აქვს რაღაც ტექნოლოგიები, რომლითაც ითვლიან ამ რეკლამის რამდენმა ადამიანმა ნახა ეს რეკლამა და თუ ისინი შეხედავენ რომ მე-15 წუთზე არავინ მათ რეკლამას არ უყურებს, ალბათ ისინიც არ გადაიხდიან თანხას. აი ანუ ამ კონტრარგუმენტებთან დაკავშირებით რა შეიძლება ვთქვა? ზუსტად ეს არის ის მიზეზი და ზუსტად თავადვე პასუხიც ამაშია, რომ როდესაც
არც ერთი რეკლამის მიმცემი სულელი არ არის, ბუნებრივია და რა თქმა უნდა ითვლის ამას, რომ როდესაც ის ხედავს და ითვლის, რომ მე-15, მე-16 ან მე-10 თუნდაც წუთზე მისი გასული რეკლამას არ უყურებს ის აუდიტორია, რომელიც უყურებს მეორე წუთზე ან პირველ წუთზე გასულ რეკლამას, ბუნებრივია რა უნდა მოიმოქმედოს ამ რეკლამის მიმცემმა, რომელიც რომელსაც უნდა რომ რეკლამა განათავსოს. გასაგებია რომ ალტერნატივები არსებობს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს სფერო ლიცენზირებადი სფეროა, რესურსი შეზღუდულია, ანუ ტელევიზიების ოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად რეიტინგის მიხედვით, გადაცემის რეიტინგის მიხედვით, ანუ არჩევანი არც ისე დიდია რეკლამის განთავსების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემი აზრით. ხო, არც ისე დიდია და შესაბამისად, როდესაც რეკლამის მიმცემი ზუსტადაც ამას ითვლის, რომ მე-10, მე-15 წუთზე მისი რეკლამის ეფექტიანობა დაბალია, ერთადერთი რასაც ის აკეთებს არის ის, რომ ის ელაპარაკება ამ არხს ფასის დაკლებისას. ანუ, როდესაც მე ვიღებ ნაკლებ მაყურებელს, მე მინდა ეს რომ განვათავსო უფრო ნაკლებ. საბოლოოდ წაგებული რჩება მაყურებელი. ყველაზე მეტად ალბათ. საბოლოოდ წაგებული რჩება მაყურებელი, იმდენად რამდენადაც ყურების საშუალება არ ეძლევა და ფაქტიურად არხიდან არხზე დადის, წაგებული რჩება მთლიანად ბაზარი, ანუ სარეკლამო ბაზარი პატარავდება, იმიტომ რომ ყველა ტელევიზია, როდესაც რეიტინგული ტელევიზიები ამას აკეთებენ და დიდ რეკლამას გრძელ სარეკლამო ბლოკებს ანთავსებენ და შესაბამისად მათ უწევთ გათვალისწინება რეკლამის მიმცემის არგუმენტირებული, ასე ვთქვათ, მოთხოვნისა, რომ ფასი დააკლონ, შესაბამისად ყველას მიერ ფასის დაწევა აპატარავებს მთლიანად ბაზარს. და შესაბამისად მე მეცაც გეტყვით, როდესაც აი ამ სეგმენტებში, სადაც 1 საათში 35 წუთი რეკლამა თავსდება და ულიმიტოა და ბუნებრივია ფასდაწეული რეკლამა, ასე ვთქვათ, რაოდენობას ბუნებრივია მეც იზიდავს, ეს აზიანებს მთელ ბაზარს და არა მარტო სატელევიზიო რეკლამის ბაზარს აზიანებს. ეს აზიანებს მთლიანად სარეკლამო ბაზარს, მათ შორის რადიო რეკლამას, მათ შორის ინტერნეტ რეკლამას, რადგანაც ბაზარი პატარავდება, მათაც, ანუ, როდესაც იაფია სატელევიზიო რეკლამა პრაიმ ტაიმში, ყველა ისწრაფის სატელევიზიო რეკლამის გაკეთებისკენ. და შესაბამისად, პატარა ბაზარზე პატარა წილი ხვდება სხვა მედია საშუალებებსაც, განსაკუთრებით რეგიონალურ ტელევიზიებს და განსაკუთრებით პატარა არხებს. ამიტომ დიდ არხებზე მიდის მთლიანი რეკლამა, ოღონდ ასე ვთქვათ, დაპატარავებული, მცირე ზომის სარეკლამო ბაზარი. მცირე ფასით და დიდი დროით. მცირე ფასით და დიდი დროით, აბსოლუტურად. გასაგებია და ამ კონტექსტში ზუსტად მინდა დაგისვათ ერთი კითხვაც, ჩვენ წავიკითხეთ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ანალიტიკური წერილი ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი ისეთი, რომელიც წეგან გავაჟღერე, ანუ უფრო, ასე ვთქვათ, სკეპტიკურად განწყობილი, თუმცა წავიკითხეთ სხვა ტიპის წერილებიც, უფრო პოზიტიურად განწყობილი და სწორედ ამაზე იყო ხაზი გასმული, რომ ეს ინიციატივა, ასე ვთქვათ, განავითარებს სარეკლამო ბაზარს, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა ველოდოთ, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდეგ რეკლამის სერიოზული წილი წავა სხვა ტელევიზიებში, ანუ დღესდღეობით ნაკლებად რეიტინგულ ტელევიზიებში და ეს ფული შესაბამისად მათ განავითარებს და ასევე რეგიონულ მაუწყებლებში და მეორე მხრივ ეს ფული ასევე შეიძლება გადანაწილდეს რეკლამის სხვა სახეობებში, რაც როგორც არის მაგათად ონლაინ რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა, ბილბორდები და სხვა ტიპის რეკლამები, რომლებიც საქართველოში არ არის საკმარისად განვითარებული. თქვენ რამდენად ადასტურებთ ამ ესეთ პროგნოზს და რამდენად იყო გათვალისწინებული ეს მომენტიც, ასე ვთქვათ, ამ ინიციატივაზე მუშაობის? აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პროგნოზს და ზუსტადაც ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მომენტი, ეს იყო გათვალისწინებული და ეს იყო მიზეზი იმისა, რატომაც დაიწყო საერთოდ ამ ცვლილებების კეთება. უნდა ერთ დაზუსტებას შევიტანოთ, რომ ეს ფული კი არ გადანაწილდება, არამედ სარეკლამო ბაზარი ფინანსურ სახსრებში გამოხატული მთლიანად გაიზრდება, იმიტომ რომ ამ რეიტინგული არხებიდან ლიმიტების დაწესების პირობებში ნაწილი ბუნებრივია, რომელიც ამ ლიმიტებს ზემოთ იქნება და დღეს თავსდება, ამავე არხზე გადანაწილდება, სადაც ლიმიტს ვერ ავსებენ და სხვათა შორის ესეთი ბევრი სეგმენტი აქვს, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ საინფორმაციო პროგრამებსაც 15 წუთიან ლიმიტებსაც ვერ ავსებენ დღეის მონაცემებით, მაგრამ ნაწილი გადანაწილდება პატარა არხებზე, ოღონდ რაოდენობრივად გადანაწილდება პატარა არხებზე. ანუ შესაბამისად, რას გამოიწვევს ეს პროცესი, რომ იქ სადაც თქვათ დღეს ჭარბი რეკლამაა დიდ არხებზე, გამოიწვევს მცირედ საფასო, ასე ვთქვათ, ზრდას, ოღონდ პრაიმ ტაიმში, იმ სეგმენტებში, ხოლო რაოდენობრივად ნაწილი სხვაგან გადასული რეკლამა შედარებით დაბალ რეიტინგულ არხებზე ბუნებრივია დამატებით ფინანსურ რესურსებს მოუტანს შედარებით დაბალ რეიტინგულ არხებს და რეგიონალურ ტელევიზიებს, რაც რა თქმა უნდა მოხდება
კონკურენციის ხელშეწყობის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მექანიზმი გახდება, იმიტომ რომ მათ შეეძლებათ უფრო უკეთესი კონტენტის შინაარსის მომზადება, უფრო რეიტინგულები გახდებიან ისინი და ბუნებრივია მთელი ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეს მედიისთვის განსაკუთრებით, რადგანაც ეს აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სხვა მედია საშუალებებსაც შეეხება, მათთვის ფინანსური დამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ რეკლამაა ერთადერთი რესურსი, რომ მედია საშუალებებმა ფინანსური დამოუკიდებლობა თავიანთი უზრუნველყონ და ეს არის ერთადერთი გარანტორი იმისა, რომ ის როგორც დამოუკიდებელი მედია განვითარდეს. გასაგებია და რაც შეეხება თავად ტელევიზიების დამოკიდებულებას, ჩვენ ხედავთ, რომ ტელევიზიების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, არის კრიტიკული დამოკიდებულებაც, არის ასე ვთქვათ, უფრო კონსტრუქციულიც. ამ შემთხვევაში საინტერესოა, თუ 8 თვის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, თუ იყვნენ ჩართულები ამ ინიციატივის მომზადებაში, ან საქმის კურსში თუ იყვნენ უშუალოდ ტელევიზიის საქმის კურსში ყველა ტელეკომპანია იყო, ძირითადი ყოველ შემთხვევაში დაწყებიდან, მაგრამ ბოლო თვენახევარია ჩვენ უკვე რეგულარულ შეხვედრებს ვატარებთ მათთან, ანუ ჩვენ გვჭირდებოდა დრო, მაგრამ საქმის კურსში ისინი უფრო ადრეული ეტაპიდან იყვნენ, რომ ესეთი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, მაგრამ ბოლო თვენახევარია მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე საბოლოოდ პირველი ვარიანტი ცვლილებებისა გავამზადეთ, დავიწყეთ მათთან ერთად საჯარო დისკუსია და რამდენიმე შეხვედრა მათთან ჰქონდა, ცალკეც, მთლიანად, ერთად შეკრებითაც, აი ახაც მე დღეს შეკრებიდან მოვდივარ, სადაც უკვე თვითონ სარეკლამო ასოციაციას შევხვდით, ანუ იმ სარეკლამო სააგენტოებს, რომელიც ასევე ამ ბაზარზე ოპერირებენ და ისინი არიან სატელევიზიო მედიის დამკვეთები, მათთან ერთადაც განვიხილეთ უკვე ეს პროექტი და მოკლედ ისინი ბოლო თვენახევარია აბსოლუტურად ჩართულები არიან ამაში და მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზოგიერთმა მათგანმა ასე ვთქვათ, შენიშვნები თავშივე გამოთქვა, არის დიდი ნაწილი, რომელიც მინდა გითხრათ დღესდღეობით უკვე აბსოლუტურად იზიარებს ამ კანონ პროექტს და მეცაც გეტყვით, რომ მიაჩნია, რომ რაც შეიძლება ჩქარა უნდა იქნეს მიღებული. დარჩენილია რამდენიმე ტელეკომპანია, რომელიც წინააღმდეგია ამის, თუმცა მათ ჩვენ უკვე აი ბოლო თვენახევარია პირველივე შეხვედრის შემდეგ ვთხოვთ, ვეხვეწებით, რომ მათ თავიანთი ვარიანტი ცვლილებების, ან რაში არიან კონკრეტულად ვთქვათ, რაში ეწინააღმდეგებიან ამ კანონ პროექტს, ან მათი ვერსია მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, მაგრამ დღემდე მათგან ესეთი რამ არ მიგვიღია. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ წინააღმდეგობა უბრალოდ წინააღმდეგობისთვის? მე ვფიქრობ, ეს ანუ პოლიტიზაცია, მე არ მინდა დავასახელო ტელეკომპანიები, ესეთი ერთი ორი კომპანია, რომელიც ფაქტიურად წინააღმდეგობას წერს, დანარჩენისთვის ეს ყოველ შემთხვევაში მე მეტი არ ვიცი და შეხვედრებს უკვე რეგულარულად ვატარებ და ყველა იზიარებს ამას და ეთანხმება. მაგრამ გასაგებია, მე ვფიქრობ, ეს საკითხი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია ამ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ბიზნესს. ანუ თქვენ ბრძანებთ, რომ ტელევიზიებმა უშუალოდ ტელევიზიები არ იგრძნობენ ფინანსური წყაროების შემცირებას, იმიტომ რომ თუ შემცირდება დრო, შესაბამისად გაიზრდება ფასი და ასე ვთქვათ, ჯამში მათი შემოსავალი ალბათ არ უნდა შემცირდეს. ეს გასაგებია და ალბათ პრინციპში ლოგიკური არგუმენტია, თუმცა აქ მეორე საკითხიც დგება ბიზნესის დაწოლა ბიზნესზე გაიზრდება თუ არა, ანუ თუ დაუშვათ გაიზრდება რეკლამაზე ფასი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ უშუალოდ დამკვეთს მოუწევს მეტის გადახდა თუ არა. ძალიან საინტერესო კითხვაა და მადლობა ამ კითხვისთვის. არა და რატომ არა შევეცდები ახლა ახსნა მე. ეს უბრალოდ საკვანძო მომენტია. საკვანძო მომენტია, კი ბატონო. იმის გამო, რომ დიდი სარეკლამო ბლოკებია და როგორც წეღან ახსენით და თითქმის ნახევარი სარეკლამო ბაზრის დამკვეთი დღესდღეობით განსაკუთრებით სასპონსორო მომსახურებისა წუთობრივად ყიდულობს რეკლამას. როდესაც ის ყიდულობს რეკლამას, აი იმის გამო, რომ დიდი ბლოკებია და გრძელია, აი საათში 35 წუთი თავსდება, უბრალოდ მესამე წუთიდან მე-5, მე-10, მე-15 წუთზე მის რეკლამას, დამკვეთის რეკლამას, რომელმაც ფული გადაიხადა ამაში, არ უყურებს იმის ნახევარი, რაც იყო პირველ, თქვათ, 3 წუთში სარეკლამო ბლოკის. შესაბამისად ამ დამკვეთებისთვის და ამ მოთამაშეებისთვის, ანუ რეკლამის დამკვეთებისთვის, ბიზნესისთვის, რომელიც ფულს იხდის, თუ შევთავაზებთ და ეს ამას თავაზობს ეს ლიმიტები, რომ
თქვენ შემოგთავაზებენ როგორც ბიზნეს უკეთეს ადგილს, ანუ ნახევარი კი არ ყავთ აუდიტორია, ყავთ ორჯერ მეტი, ანუ მესამე წუთზე, იმიტომ რომ ლიმიტებში ჯდება და თქვენ გაგიზდიან ფასտ 15%. თქვენ მოგებული დარჩებით. თქვენ დღევანდელი პირობაზე უკეთესი პირობა გექნებათ, იმიტომ რომ შეიძლება 15%-ით ფასი გაგიზარდონ, მაგრამ აუდიტორიას, ანუ რაოდენობას, ვინც თქვენი რეკლამა ნახა, გაიზრდება ორჯერ მეტად. ანუ სინამდვილეში ფასი თქვენ არ გაგეზრდებათ. ფასი გაიზრდება ნომინალში, მაგრამ გაგეზრდებათ მომსახურებაც. ანუ რაღაც რაოდენობის მაგერ ორჯერ მეტი რაოდენობა ნახავს. გასაგებია და მე ასევე საინტერესოა თავად ევროპის ქვეყნებში როგორ არის, ანუ ალბათ გათვალისწინებული იყო ამ ინიციატივის მომზადებისას ევროპის ქვეყნების გამოცდილება მით უმეტეს რომ თავად ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს ასეთ ვთქვათ თანხმდრაში მოყვანას ევროპულ კანონმდებლობასთან, ამიტომ საინტერესოა კომისიამ რამდენად გაითვალისწინა შეისწავლა ევროპის ქვეყნების გამოცდილება, იქ როგორ არის ეს დარეგულირებული, თუ არის რამე განსხვავება მათ შორის იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოების საშუალებასაც იძლევა ზოგადად ერთიანი კანონმდებლობა ევროპული. და დაახლოებით რომელ მაგალითს შეიძლება გავდეს აი ეს ინიციატივა, რომელი ქვეყნის მაგალითს, რომელიც ჩვენთან შეიძლება დაიგეგმოს. პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ ჩვენ ეს ეტაპობრივად შევყავს შესრულებები ძალაში. ანუ პირველი წელი 2015 თუ რა თქმა უნდა საკანონმდებლო ორგანომ ეს მიიღო, არის შედარებით რბილი გადასვლის წელი. კერძოდ იმით, რომ ჩვენ არც ანუ გაიგივებულ სპონსორულ, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით არის, სარეკლამო და სასპონსორო მომსახურებას ფაქტიურად 25%-იან ლიმიტს ვაწესებთ. ანუ 5% იქნება განკუთვნილი სპონსორისთვის, 20% რეკლამისთვის. ანუ ჯამში 25%. და შემდგომ იქნება უკვე 2016 წლიდან შევა ძალაში 20%-იანი ლიმიტი. და უკვე 2017-დან გაიმიჯნება, ასე ვთქვათ, უпростоრად 2016-დან გაიმიჯნება სასპონსორო მომსახურება და რეკლამა და 2017-დანაც შემოდის გარკვეული რეგულაციები. ანუ 3 წელზე ფაქტიურად 2018 წლამდე გავწერეთ ეს, რომ შედარებით რბილი გადასვლა ყოფილიყო. რომელიც გარდამავალ პერიოდი არის. კი, შემდეგი წელი არის გამოცხადებული გარდამავალ პერიოდად, იმისთვის რომ მოემზადონ ბაზრის მოთამაშეები ამ ცვლილებებისთვის. რაც შეეხება ევროპულ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ასეთ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ეს ევროდირექტივებში დევს, რომ საათში არაუმეტეს 20%-ის იყოს და სხვა შეთხოვებს ამავე დირექტივებში დევს, რომ ქვეყნებს, რომელიც თქვათ ეს დირექტივები სავალდებულოა გაიზიაროს, ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, რბილი ფორმა, შეუძლიათ მათ მიიღონ განსხვავებული, მაგრამ განსხვავებული უნდა იყოს უფრო მკაცრი და არა ამაზე უფრო რბილი და ეს არის ყველა ევროპულ ქვეყანაში. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში 12 წუთიან ლიმიტზე მეტი არის. არის 9 წუთიანი ლიმიტები. ანუ ნაკლები არსებობს, მაგრამ 12 წუთიანზე მეტი ლიმიტი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის. გასაგებია. და ერთი კითხვა მაქვს, რომელიც მათ შორის არაევროპულშიც. ანუ არაევროპულშიც ეს ჩვეულებრივი, ანუ მიღებული სტანდარტია, ეს ბაზარი ასე მუშაობს. ეხლა ჩვენ შეიძლება მე არც ვიცი მაგალითი, შეიძლება სადღაც არ მინდა ეხლა შეურაცხყოფა მივაყენო ან ქვეყანას ან სადღაც შეიძლება განუვითარებელ ძალიან ქვეყანაში ჯერჯერობით არ იყოს ასეთი ლიმიტები დადგენილი, მაგრამ ყველა განვითარებად ან განვითარებულ ქვეყანაში, მით უმეტეს ევროპულ ქვეყანაში, ასეთი შეზღუდვები არსებობს. გასაგებია. ერთი კითხვა მაქვს სხვათა შორის, რომელიც შეიძლება უშუალოდ კავშირში არ იყოს ამ ინიციატივასთან, მაგრამ საერთოდ საზოგადოებისთვის ალბათ ძალიან საინტერესოა. თუ არის შესწავლილი საზოგადოების აზრის გამოკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორია თავად საზოგადოების მაყურებლის განწყობა აი ამ სარეკლამო დროსთან დაკავშირებით. მაყურებლის განწყობა არის ძალიან პოზიტიური და არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ის კი არა, სანამ ეს ცვლილებები მომზადებოდა და დაიწყებოდა საერთოდ ამაზე ფიქრი, უამრავი ჩვენთან მაყურებლის წერილი მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ გადატვირთულია რეკლამით ესე თუ ის გადაცემა და ესე თუ ის ზოლები, განსაკუთრებით კიდევ ვამბობ, სადაც მოხსნილია ეს ლიმიტები, ეს არის სერიალები და ეს არის გასართობი გადაცემები, სადაც ნახევარზე მეტ საათში რეკლამა აღწევს და ბუნებრივია ეს არის მაყურებლისთვის ძალიან ნერვების მომშლელი, ძალიან ნეგატიურად არის ამისთვის განწყობილი და ნებისმიერ ანუ ასეთ ცვლილებას რო შეიზღუდოს ეს მაყურებელი პოზიტიურად არის განწყობილი და მეტიც მიესალმება ასეთ ცვლილებებს ბუნებრივია. ჩვენ უამრავი პირიქით მოთხოვნა მოგდის იმისა, რომ როგორმე ეგებ გავაკეთოთ ისე, რომ არ იყოს ამდენი გადაჭარბებული რეკლამა და ეს თვითონ ეტყობა იმ ასე ვთქვათ მონაცემებსაც, რომელსაც გაზომით მონაცემებსაც, რომელიც ყველა არხს აქვს, რომ დიდი რეკლამის დროს მაყურებელი გარბის მათი არხიდან.
ეს ამასაც ეტყობა, რომ მაყურებლისთვის მიუღებელია გრძელი სარეკლამო ბლოკები, გადაჭარბებული, ასე ვთქვათ, რეკლამა. გასაგებია. და სხვათა შორის ერთი კითხვა მაქვს, მე არ ვიცნობ ჯერ ამ ინიციატივის ტექსტს უშუალოდ და მით უმეტეს იმას თუ რა ფორმას მიიღებს საბოლოოდ ის როგორც კანონპროექტი, მაგრამ საინტერესოა ჩვენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს ალბათ გვაინტერესებს ეხება თუ არა რამენაერად ეს სოციალურ როგორც ჩვენ ვწოდებთ ხოლმე სოციალურ რეკლამას, რომელიც გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. რაც შეეხება თავად ტექსტს, მე გეტყვით, რომ ეს არის საჯარო, ეს ჩვენ ვებგვერდზე ატვირთულია, ცვლილებების ტექსტი, საბოლოო ვარიანტი, ასევე ჩვენ საჯაროდ ვტვირთობთ ნებისმიერ ბაზრის მოთამაშეთან მაუწყებლისგან იქნება ეს თუ სარეკლამო სააგენტოსგან შემოსულ მათ მოსაზრებას თუ ცვლილებებს აღნიშნულ ტექსტთან დაკავშირებით, ესეც საჯაროა და შეუძლია ნებისმიერ სიხილოს ჩვენს ვებგვერდზე, ანუ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე. რაც შეეხება უშუალოდ სოციალურ რეკლამას, ეს არ ეხება სოციალურ რეკლამას, იმდენად რამდენადაც სოციალურ რეკლამის შესახებ ცვლილებები უკვე უახლოეს, ანუ წარსულში შევიდა ძალაში, ეს ეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, ანუ არ ეხება არც სოციალურ და არც პოლიტიკურ რეკლამას. გასაგებია. და უშუალოდ პარლამენტში უკვე კომიტეტზე მოისმინეს ინიციატივა, უკვე ასე ვთქვათ, პირველი შენიშვნები გამოითქვა, თქვენ როგორი საბჭოელება დაგჭათ, რა იყო ასე ვთქვათ, თავარი შენიშვნები, რაც პარლამენტში მოისმინეთ და როგორია თავად პარლამენტის განწყობა. ანუ თქვენი აზრით უნდა ვეგებოთ თუ არა, რომ პარლამენტი დაამტკიცებს ამ პირველ რიგში მისცემს ამას კანონპროექტის ფორმას და უკვე შემდეგ დაამტკიცებს. კი ბატონო, რაც შეეხება თვითონ კანონპროექტს და ცვლილებების ტექსტს, ჯერჯერობით თვითონ მიდგომაზე, კონცეფციაზე, კონცეფციის ასპექტით იყო ეს განხილული და ამაზე ყველა თან ხვდება, მათ შორის ის მოწინააღმდეგეებიც, რომელიც ძალიან ცოტაა ტელეკომპანიები, რომ კონცეპტუალურად და სისტემურად ეს მისაღებია. ამ ეტაპზე მხოლოდ პარლამენტშიც ამ კუთხით იყო მსჯელობა და მათთვისაც ჩვენის აღქმით, ასე ვთქვათ, ამ კუთხით მისაღებია, რაც შეეხება კონკრეტულ შენიშვნებს დეპუტატებიდან და კომიტეტიდან და პარლამენტიდან ჯერჯერობით ჩვენ ასე ვთქვათ ამ თემაზე არ გქონია საუბარი და მათაც არ გამოუთქვამთ აზრი, იმდენად რამდენადაც ჯერ პროცესი მიდის იმისა, რომ ასე ვთქვათ დისკუსიისა, საჯარო დისკუსიისა, რომ გამოთქვას ყველა მხარემ თავისი აზრი და ალბათ მხოლოდ ამის შემდგომ უკვე დააფიქსირებს შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი და პარლამენტიც თავის აზრს. გასაგებია, მე ვფიქრობ ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდებით ამ დღეებში. მე მინდა და მაყურებელი წერს Facebook-ზე და მინდა მაყურებლის კითხვა დავსვა და რამდენადაც ამასთან ეს ალბათ ნაწილობრივ კი არა, მთლიანად ალბათ თქვენ იქნებით საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, მაყურებელი წერს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რამდენად ასე ვთქვათ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ყველაფერი დასრულდება დაგეგმილ ფარგლებში. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე ჩართულია მხოლოდ ერთ ნაწილში, ეს არის კერძო მულტიპლექსის, ანუ კერძო ინფრასტრუქტურის აშენების პროექტი, როგორც იცით, ჩატარდა კონკურსი და იქ გაიმარჯვა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, რომელიც ვალდებულია, რომ ქსელი ააშენოს. და ეს მოესწროს 2015 წლის 17 ივნისამდე. შესაბამისად ამ თვიდან, ნოემბრის თვიდან, ანუ ამ თვიდან კონკრეტულად ჩაირთო ჩვენი მონიტორინგი, ეს უკვე სალიცენზიო პირობა იყო, ანუ ნოემბერი, დეკემბერი, ყველა თვე უკვე შესაბამისად გაწერილია სამუშაოები და გაწერილია ის საკითხები, რაზეც მონიტორინგი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წარმატებულად დასრულდეს ამ მულტიპლექსის მშენებლობა. პირველი მონიტორინგის შედეგები ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც გასული იყო შემოწმებაზე, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, აი გუშინ წინ დაბრუნდა და უკვე ასე ვთქვათ ანგარიშს ამზადებენ, რომ წარმოადგინონ კომისიაში ჩვენი აპარატის თანამშრომლებმა და ჩვენ შემდეგ კვირაში ამ შედეგებს ისევე როგორც საჯაროს გავხდით, ანუ ავტვირთავთ, ასევე ჩვენ პოზიციასაც ვიტყვით და გავაკეთებთ. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოს გადავაც ციფრულ მაუწყებლობაზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის არა კერძო, არამედ საზოგადოებრივი ტელევიზიის მულტიპლექსის მშენებლობა. ეს ჩვენ საკურაციო სამონიტორინგო სფეროში არ არის, ამას კურირებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ასე ვთქვათ საჯარო სამართლიანი პირია და ისინი აკეთებენ, მაგრამ მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ და თემას ვიცნობ.
იქაც ასე ვთქვათ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები და დროულად ყველაფერი განხორციელდება ისე როგორც არის დაგეგმილი. ანუ გადავა მათ შორის აშენდება ძალიან კარგად დროში ხარისხიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსიც. გასაგებია და ბოლო კითხვა, როდის მოხდება საქართველოს ყველა დასახლებული პუნქტის დაფარვა 4G-ს მობილური კავშირით? კი, ეს ძალიან საკითხიც ალბათ კი, ეს ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ჩვენ კომისიამ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ჩვენ დავაგვიანეთ საქართველოს დააგვიანა 4G-ზე მეოთხე თაობაზე გადასვლა მობილურ ტელეკომუნიკაციებში. მსოფლიოს 125 ქვეყანაში 350 კომერციული ქსელი უკვე ფუნქციონირებს LTE-ში, ანუ 4G ტექნოლოგიებში. ჩვენ ძალიან ოპერატიულად ამ წლის განმავლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიტანეთ კანონში, გამოვაცხადეთ უკვე აუქციონი 800 MHz-იან ზოლში 26 დეკემბერს ჩატარდება აუქციონი, გაიმართება უკვე, მიმდინარეობს უკვე საბუთების მიღება, გამოვლინდება გამარჯვებული. შეეხება დანარჩენ რესურსებს, ანუ 1800-იან MHz-ებს, რომელზეც ასევე შეიძლება დაინერგოს მეოთხე ტექნოლოგიები, რომელსაც არსებული ოპერატორები უკვე ფლობენ. მიმდინარეობს პროცესი უკვე განაცხადების შემოსვლა, რომ მოდიფიცირება გაუკეთოთ ამას და ისინი უკვე ემზადებიან და მინდა გითხრათ, რომ შემდეგი წლის თებერვლიდან უკვე ასე ვთქვათ, დაიწყება აქტიურად ამ ტექნოლოგიების დანერგვა, მოსამზადებელი ეტაპი უკვე მიდის, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული თემები პროცესშია და მე მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ გაზაფხულამდე შემდეგი წლის თბილისი და დიდი ქალაქები დაფარული იქნება მეოთხე თაობის ტექნოლოგიებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით და ერთ წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ესეთი ვალდებულება ექნება აუქციონში გამარჯვებულს და შესაბამისად ამას სხვა ოპერატორებიც წაყვებიან, მინდა გითხრათ, რომ ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს, მას ექნება ვალდებულება, ასეთი ვალდებულება ჩაუდეთ ჩვენ და ამას მონიტორინგს გავუკეთებთ. ყველა დასახლებული პუნქტი და ყველა პატარა სოფელი, რომელთა მაცხოვრებელი, ანუ 180 ოჯახზე მეტი მაცხოვრებელი რომელ სოფელშიც არის, ყველას ექნება ფართოზოლოვანი ინტერნეტი საქართველოში, მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი ინტერნეტი. ეს არის დაახლოებით იმ ქალაქებთან ერთად 3,5 მილიონი. ანუ ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობის 4 მილიონიდან 3,5 მილიონი შესაძლებლობა ექნება, რომ ფართოზოლოვანი ინტერნეტი გქონდეს და შემდეგი მეორე და მესამე წლის განმავლობაში უკვე ეს ციფრი, ანუ ის სოფლებიც უნდა დაიფაროს, რომელიც 180, სადაც 180 ოჯახზე ნაკლები ცხოვრობს. ანუ შემდეგი 2 წლის განმავლობაში თითქმის მთლიანად საქართველოს იქნება მოცული. მე ვფიქრობ, ეს პასუხი აბსოლუტურად დააკმაყოფილებს მაყურებლის, არა მხოლოდ იმაყურებლის ცნობის მოყარებას, არამედ ზოგადად საქართველოს მოსახლეობის ინტერესს, რომელსაც აინტერესებს ნამდვილად და ეს საკითხი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, ამოწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ბატონი კახა ბექაური. არ გადართოთ, დარჩით მეორე არხზე, რამდენიმე წუთში ჩვენ იგივე თემით ქალბატონ ნათია კაპანაძესთან და ქალბატონ ნათია კუპრაშვილთან ერთად დაბრუნდებით. არგუმენტების დრო ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ტელეეთერში სარეკლამო დროის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით და გადაცემის დასპრინტ ბლოკში ჩვენი სტუმრები იქნებიან ქალბატონი ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტი და ქალბატონი ნათია კაპანაძე, იურისტი. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე ტრადიციულად ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მაყურებელს მოუწოდებ ფაქტიურობისკენ Facebook-ში, მოგწერეთ თქვენი კითხვები და ჩვენმა აუცილებლად დავუსვამთ თქვენთვის სასურველ სტუმარს. პირველ რიგში ბუნებრივია მაინტერესებს ზოგადი შეფასება. ქალბატონ ნათია, როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას, რომელსაც ჯერ მხოლოდ ინიციატივის ფორმა აქვს, თუმცა პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტი გეგმავს მისცეს, მუშაობს უკვე, რომ მას მისცეს კანონპროექტის ფორმა და როგორც ჩანს, ის ადრე თუ გვიან, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში დადგება უკვე კეჭის ყრაზე. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, საბოლოო შეფასებას მივცემ სწორედ მას შემდეგ, რაც დავინახავ რა რეჟიმში წავა, განხილვა, რამდენად იქნება გათვალისწინებული ყველა შენიშვნა, თუმცა უნდა თავად იდეაზე რა სიტყვით პირველ რიგში. იდეა იცით რა არის? ჩვენ 2010 წლის შემდეგ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა ითხოვს ლიმიტების შემცირებას სარეკლამო ჭრებზე. და მათ კიდევ კარგი რომ ასოცირების ხელშეკრულებაში არის ეს გათვალისწინებული, ეს არის ის
რეკომენდაციები და დირექტივები რაც ჩვენ წლების განმავლობაში ისედაც გვეწერა ევროდირექტივებში, მაგრამ ამ შემთხვევაში ასახულია ასოცირების ხელშეკრულებაში და სავალდებულოა შესასრულებლად. ანუ ადრე თუ გვიანი ცვლილებები, რომელიც გვაქვს წარმოქმნილი, ძირითადი პოსტულატები არის მისაღები. როდის მივიღებთ? ეს არის საკითხი, თორემ. ანუ თქვენ თვლით რომ შესაძლოა ახლა არ იყოს კარგი დრო ამის გასაკეთებლად? ყველაფერზე არის არის თქვენ თუ ხედავთ რამდენი ეტაპობრივად შედის მუხლები ძალაში ჩვენ ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით 2017-ში და 18-მდეც კი გარდამავალი პერიოდია როგორც სწორედ ამიტომ ჩვენ ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით გვაქვს ინიციატივა რომ დროში გადმოიწიოს ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით გვაქვს ინიციატივა რომ დროში გადაიწიოს კარგი რა არის ამ პროცესში გეტყვით კარგი არის ის რომ პროცესი მიმდინარეობს ღიად თქვენ რომ შეხვიდეთ ახლა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გვერდზე რომლის წარმომადგენლები ყავდათ უკვე ტექსტი არის და არა მხოლოდ ტექსტი ყველა იმ მაუწყებლის ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი შენიშვნები არის ხილული, ყველა შეუძლია გაეცნოს, აი მაგალითად მე გავიცანი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენიშვნებს, გავიცანი მაესტროს შენიშვნებს, რომლებიც გამოქვეყნებულია, ჩვენც მიწოდებულია და ალბათ აგვენდებათ, რომ ალბათ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და დიდწილად მაგალითად მაესტროს მიერ წარდგენის შენიშვნებს ვეთანხმებით. ხო, ესეთი აზრთა გაცვლა გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს პროცესი თვითონ არის საინტერესო, რაც მიმდინარეობს და ნამდვილად დასაფასებელია ეს ღიაობა. კაპიტანია, თქვენ რას ფიქრობთ? თავად ინიციატივაზე პირველ რიგში და შემდეგ უკვე გადავიდეთ კონკრეტულ ასე ვთქვათ მიმართულებებზე, დეტალებზე, რასაც შეიცავს ეს ინიციატივა და რამდენადაც დრო მოგცემს საშუალებას განვიხილოთ თითოეული მათგანი. თავისთავად საკანონმდებლო პროცესი ყოველთვის იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, რა თქმა უნდა, როდესაც კონკრეტული ცვლილება ეხება მაგალითად მედიის წარმომადგენლებს, თუმცა დღეს რადგანაც საუბრობთ ეს ცვლილება განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, ვფიქრობ, რადგანაც კომპეტენტურმა ორგანომ, ანუ იმ ორგანომ, რომელსაც ყველაზე მეტი კომპეტენცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგინა დოკუმენტაცია და შესაბამისი არგუმენტები თუ რატომ უნდა იყოს ეს ცვლილებები განხორციელებული. თავის მხრივ ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რომელიც არის კანონ პროექტში, მაგალითად ეს არ არის მთავარი ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, არის სარეკლამო დრო, თუმცა იქ არის საუბარი კომერციული რეკლამის დეფინიციის განსაზღვრაზე, ასევე არის სპონსორობის წესის დადგენაზე, რაც ასევე იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას. თავისთავად საჭირო იყო ამ ნაბიჯების გადადგმა, მით უფრო თუ ჩვენ ალბათ საუბრის განმავლობაში დაუბრუნდებით იმ ისტორიას, რომელიც სარეკლამო დროის ლიმიტების დადგენას მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში და როგორ განვითარდა, როგორ მივიღეთ ეს ლიმიტები, რომელიც დღეისათვის არის და საჭიროა თუ არა გადახედვა, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრს ვისაუბრებთ, თუმცა თავისთავად ცვლილებების საჭიროება მაუწყებლობის შესახებ კანონს ძალიან ბევრი აქვს. ამ ნაწილში ცვლილებები აუცილებელია, იმიტომ რომ ევროკავშირის დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნამდვილად გადასადგმელია და ერთ-ერთი სწორედ არის სარეკლამო დროის ლიმიტები და ის 20%, რომელზედაც არაერთი დებატი უკვე გაიმართა და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ საკამათო საკითხი იქნება დაუშვათ ეს 20% რას გულისხმობს. შემიძლია აი ვისაუბროთ ზუსტად აი ისტორიაზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, მართალი გითხრათ, სწორედ დღეს 2005 წლამდე ჩვენთანაც მოქმედებდა 20%-იანი ლიმიტი, შემდეგ შეიცვალა და გახდა ფაქტიურად ულიმიტო, რაღაც ლიმიტები დღესაც არსებობს, მაგრამ რეალურად იმდენად ასე ვთქვათ ფართოა ეს ჩარჩოები, რომ ფაქტიურად შეგვიძლია ულიმიტო ჩავთვალოთ. და დღეს არ იყო 20%, უფრო ნაკლებიც იყო 15% იყო. მე დიახ, შეიძლება ყოველ შემთხვევაში მე გეუბნებით რაც მოვისმინეთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისგან და ალბათ ყოველ შემთხვევაში არ დაუკონკრეტებია პროცენტები, მაგრამ რომ იყო, ასე ვთქვათ, ლიმიტი, სერიოზული ლიმიტი, ეს ამის შესახებ ჩაგვეყენა ჩვენ საქმის კურსში და რომ 2005 წლის შემდეგ მივიღეთ ის რეალობა, რომელიც გვაქვს დღეს და დღეს რამდენად აუცილებელია თქვენ დასვით კითხვა, რამდენად აუცილებელია ამაზე დაუშვათ დაფიქრება. თქვენ ფიქრობთ რომ არის აუცილებელი თუ არა? აუცილებლობა ნამდვილად დგას, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ დღეისათვის ვეყრდნობით მხოლოდ ზოგად მოსაზრებებს, თუნდაც სარეკლამო დროსთან დაკავშირებით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გარშემო ტელევიზორის მაყურებელ ადამიანს, ყველა პირს, რომელსაც აინტერესებს სატელევიზიო პროდუქცია, აწუხებს სარეკლამო დროის ლიმიტები. აწუხებს ის, რომ რეკლამა უსაშველოდ დიდ დროს, რეკლამას ეთმობა უსაშველოდ დიდი დრო
და ხშირ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა არის განსაკუთრებით საღამოს საათებში, ანუ prime time-ში. თუმცა ჩვენ ოფიციალური კვლევა იმის თაობაზე რა მოსწონს მაყურებელს რეკლამებთან დაკავშირებით, რამდენად იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც უნდა მოყვეს რეკლამას, რამდენად კმაყოფილდება მაუწყებლების მიერ დამკვეთის მიზნები, ანუ ამ შემთხვევაში აღწევს თუ არა, ეს არის დავუშვათ ბადეში ჩაშვებული კონკრეტული მესიჯი, რომელიც მიდის მაყურებლამდე, თუ ეს არის რაღაც უბრალოდ თუმცა არაპირდაპირი გზით შეგვიძლია ამაზე რომ ვიზიაროთ თუნდაც ყურებადობის გაზომვით რეკლამის დროს. ანუ ჩვენ არა გვაქვს ასეთი კვლევა შესაძლოა გვაქვს კიდეც და არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი უყურებს დავუშვათ ფილმის, როდესაც გადის ეთერში ფილმი, რამდენი ადამიანი უყურებს ტელევიზორს ამ არხზე, როდესაც წყდება ფილმი იმ მომენტში და რამდენი ადამიანი უყურებს მაშინ, როდესაც გადის 5 წუთი რეკლამის შემდეგ. ანუ შეიძლება ამ 5 რო გადიოდეს მართლა ყურებადობა მაღალი იქნება. ხო, როცა 9 საათი გადის და 15 წუთი ხდება ანუ 5 წუთის შემდეგ ყოველ შემთხვევაში რამდენი ადამიანი რჩება ამ არხზე და სად გვაქვს ეს მონაცემი? მინენდობა ამ მონაცემს მაუწყებლობთა დიდი ნაწილი მე როგორც მესმის მაუწყებლებისგან ამ მონაცემებს არ ენდობიან და ძალიან რთული. მთავარი წუნი ამ კანონ პროექტის იცით რა არის? კვლევების არ არსებობა, რაზეც ნათი ამახვილებს ყურადღებას. ეს რომ იყოს კვლევების შესაბამისად მომზადებული კანონ პროექტი, ანუ უფრო გამყარდებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიცია, რომ უნდა შემცირდეს ლიმიტები. ეს გასაგებია, თუმცა ევროკავშირის დირექტივები, რომლებიც გულისხმობს დაუშვათ ამ ლიმიტების დაწესებას, თავის მხრივ ეყრდნობა რაღაც კვლევებს, ძალიან სერიოზულ კვლევებს, ალბათ ევროპაში, როდესაც გაზომვილი ადამიანის ფსიქოლოგიური მდგრადობა რეკლამის მიმართ და რამდენი წუთი შეუძლია აიტანოს ელემენტარულად ადამიანმა რეკლამა. დიახ, სწორედ ამიტომ ვახსენე, რომ სისუსტე და ის რომ ძირითადი მყარი არგუმენტი ჩვენ არა გვაქვს თუნდაც რამდენად აინტერესებს მაყურებელს რეკლამა, ეს ხადია. თუმცა ხადია ისიც, რომ მედია, სატელევიზიო მედია მით უფრო შედგება ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, ანუ მოსახლეობამდე მიტანა ინფორმაციის და მეორე მხრივ ეს არის ბიზნესი, რომელმაც უნდა მოუტანოს მოგება შესაბამის პირებს, ანუ დავუშვათ მედია მფლობელებს. თუმცა ამ შემთხვევაში აი ამ ორი ინტერესის გატარების დროს ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა ინტერესებზე, მაგრამ რა დონით უნდა გავამახვილოთ მომხმარებელთა ინტერესებზე, რა სურს მომხმარებელს, ფიქრობ, რომ რადგანაც კვლევა არ არსებობს, მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა დღევანდელი გადასახედით, ის რომ უნდა შესრულდეს ევროკავშირის დირექტივა, ის რომ მაგალითად სარეკლამო დროის ლიმიტების გაზრდა საქართველოში მოყვა იმას თუნდაც ძალიან ესე ვთქვათ, ნათელი იყო კავშირი. 2011 წელს თქვენ გახსოვთ სტუდია მონიტორის გახმაურებული დაკვირვება რამდენიმე ტელეკომპანიაზე, როდესაც ის იკვლევდა სარეკლამო დროის ლიმიტების სპონსორობის წესის დაცვას ტელეკომპანია რუსთავიორსა და იმედში და აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები მუდმივად არღვევდნენ სარეკლამო დროის ლიმიტებს და ვერასდროს ვერ ახერხებდა მარეგულირებელი კომისია აღმოეჩინა მათი დარღვევები. მოგვიანებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ვიცავდით მაშინ სტუდია მონიტორს და აღმოჩნდა, რომ როგორც მარეგულირებელმა კომისიამ, ასევე სასამართლომ სანქცია დააკისრა შესაბამისი, ანუ ქვედაზღვარი, თუმცა მაინც სანქცია დააკისრა ამ ორ კომპანიას და რამოდენიმე ძალიან მოკლე დროში სარეკლამო დროის ლიმიტები საკანონმდებლო დონეზე გაიზარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთთან იყო კავშირში და მაშინ მოხდა ტელეკომპანიების მაქსიმალური მხარდაჭერა იმისათვის, რომ მათ მიეღოთ უფრო მეტი შესაძლებლობა რეკლამის ეთერში განთავსების. თუმცა რა გამოიწვია ამან? ჩვენ ვიცით, რომ სარეკლამო ბაზარი არც ისეთი დიდია ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, თუნდაც მარეგულირებელი კომისიის ანგარიშიდან, რომ უმეტესი ნაწილი სარეკლამო ბაზრისა გადანაწილებულია თუნდაც რამოდენიმე კომპანიაზე და ეს რა თქმა უნდა კონკურენციის შედეგი შეიძლება იყოს და თვითონ დაარეგულიროს ბაზარმა, რაზედაც ხშირ შემთხვევაში საუბრობენ. თუმცა საინტერესო არის ის, რომ რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ბევრად უფრო ან მნიშვნელოვანი ნაწილია მაუწყებლების. მაგრამ რა მოხდება და საუბრობდნენ დღეს, რომ თუ კი ესეთი გადახედვა მოხდება კანონმდებლობის, რეკლამის ფასი გაიზრდება. ეს რა თქმა უნდა ბაზარზეა დამოკიდებული და იმ მოთამაშეებზე, რომელიც არიან ბაზარზე, მე ვერ დავეთანხმებ იმას, რომ მნიშვნელოვანი გაზრდას გამოიწვევს, თავისთავად მოხდება prime time-ში დროის გაზრდა, თუ თვითონ არ შეთანხმდნენ მაუწყებლები და არ მიიღეს გადაწყვეტილება რეკლამის გაზრდის. ანუ ვიცით, რომ prime time-ის დრო ყოველთვის არის ბევრად უფრო მაღალი მომსახურების და ბევრად უფრო მაღალია მისი საფასური, თუმცა ეს გადაწყვეტილებები ისევ და ისევ არა საკანონმდებლო დონეზე ვერ დარეგულირდება ბაზრის მოთამაშეების. თუმცა როგორც იგივე ბატონი კახაბექაური
აცხადებს, ფასის ზრდა ნომინალურად შეიძლება არ ნიშნავდეს ღირებულების ზრდას, იმიტომ რომ თუ კი დაუშვათ შემცირდება დრო 9 საათიდან 5 წუთამდე, მაშინ დაუშვათ გადახდილი ფულით შეიძლება 10%-ით მეტი ფულით თავად რეკლამის დამკვეთმა მიაღწიოს იმას, რომ მისი რეკლამა ნახოს არა 100-მა, არამედ 1000-მა ადამიანმა და შესაბამისად ღირებულება პირიქით შემცირდეს. კი, მაგრამ ფასი გაიზარდოს, მაგრამ ღირებულება შემცირდეს. ყურადღებას ბატონი ნიკახის, რომელსაც მე ვეთანხმები დიდწილად მაგ თეორიაში, ერთ-ერთი მთავარი მინუსი ის არის, რომ მას კვლევა არ ჩვენ ესე ვფიქრობთ. მე ჩვენ რომ ამასე ვფიქრობთ, სხვა ფიქრობს სხვაგვარად. სხვაგვარად. ჩაგვიტარებიათ კვლევა, რომელიც საპირისპიროსაც ჩვენებს? სამწუხაროდ არ ჩაგვიტარებია რეგიონულ აუწყლებს, არ გქონდა ამის საშუალება ჩაგვეტარებინა, მე გეტყვით რატო არ გქონდა საშუალება რომ ეს ჩაგვეტარებინა. 2011 წელს რომ მიიღეს ეს უცებ შოკურად. ესე კი არა რომ ეხლა ყველა მიცის რაღაცა ცვლილება იგეგმება და შეიძლება სარეკლამო ლიმიტები შეიცვალოს. არა, 2011 წელს ერთ დღეს გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ რომ პარლამენტს პარლამენტს არა პირიქით გაუზარდეს ლიმიტები. არა, თავიდან იყო პრობლემა, რომ ლიმიტებს არსებულ ლიმიტებს თავიდან იყო 15%-იანი შეზღუდვა, ვერ იცავდნენ ამ ლიმიტებს და აჭარბებდნენ ამ ლიმიტს, იმიტომ რომ უნდათ მეტი რეკლამის განთავსება, არ უღობდნენ კანონს, როცა ეს აღმოაჩინა საგამოძიებო ჯგუფმა ჟურნალისტების, ამის შემდეგ ერთ დღეს პარლამენტს გაახსენდა, რომ ლიმიტები უნდა გაზარდოს. ყოველგვარი კვლევის გარეშე მაშინაც, ანუ ჩვენ გვაქვს როგორი პრაქტიკა, რომ არანაირი კვლევა, ეხა მინდა გზრდი ლიმიტს. ამიტომ ერთ-ერთი კარგი რაც შეიძლება ამ პრაქტიკაში შეცვლილი იყო დღესაც იყო წინასწარი კვლევა ამის რომ შემცირება რას გამოიწვევს ყველა შემთხვევაში მე ვეთანხმები ნათიას რომ მე ჩემი აზრით პირველ ეტაპზე იქნება კონკრეტული კომპანიებში შემოსავლების კლება მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ თეორიულად ამ თეორიაში მივყვები მარეგულირებას ბაზარი გაიზარდება იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი სარეკლამო ბაზარი დღეს არის სამჯერ უფრო ნაკლები ვიდრე ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლით შეიძლება იყოს. ანუ სწორედ ეს კითხვა მინდა დავსვა. შემდეგი კითხვა რეგიონული მაუწყებლები ვახსენეთ და მე მგონი რეგიონული მაუწყებლებისთვის ყველაზე მომგებიანი უნდა იყოს ეს ინიციატივა. არა მხოლოდ, თუმცა მათ შორის. იმიტომ რომ როგორც აი თუ გავიზიარებთ სწორედ ამ თეორიას, რომელიც თავის მხრივ ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თუ კი შემცირდება სარეკლამო დრო იმ ტელევიზიებში, რომლებიც ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალ რეიტინგებს, რომელსაც ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვს, მაშინ სარეკლამო ბაზარი იძულებული იქნება უბრალოდ გაიზარდოს, რეკლამა წავა დღესდღეობით შედარებით ნაკლებად რეიტინგულ არხებზე და ასევე რეგიონულ მაუწყებლებზე და ეს თავის მხრივ გამოიწვევს ამ არხების და ანუ სხვა მედია საშუალებების განვითარებას. სხვა მედია საშუალებების უფრო, თუმცა ეს რა თქმა უნდა არის რეგიონული მაუწყებლობის. რატო ვითხოვდით ალბათ? ყველა ხوار ვითხოვდით, იმიტომ რომ არაჯანსაღი იყო მდგომარეობა, იმიტომ რომ რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერი იყო უძირო ქვევრი, რომელიც ვერასოდეს ვერ ივსებოდა, შესაბამისად არ ხდებოდა გადანაწილება. არ ვამბობთ იმას, რომ საერთოდ არ გვინდა რომ რომელიმე მაუწყებლოს შემოსავალი მოაკლდეს. უბრალოდ დღეს რა მდგომარეობაშიც არიან რეგიონული მაუწყებლები, ესეთი დისკრიმინაციული მდგომარეობა არ არის არც ერთ სარეკლამო ბაზარზე, იმ ქვეყნებში, რომლის მიბაძვასაც ჩვენ ვცდილობთ. აი რას გულისხმობ? მაგალითად რეგიონულ ტელევიზიებს დაბალი რეიტინგი კი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ არ აქვს რეიტინგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არც ერთი დათვლა, პრინციპში ერთი დათვლა ქვეყანაში არ გვითვლის, ანუ მაჩვენებელი არ გაგვაჩნია და სარეკლამო ბაზრის 70% იყიდება სწორედ აი ამ კონკრეტული მაჩვენებლით. შეიძლება გქონდეს 1%-იანი რეიტინგი, მაგრამ გაყიდო. ჩვენ ვერ ვყიდით, იმიტომ რომ არ აქვს არანაირი მაჩვენებელი. ჩვენ გვეუბნებიან რეგიონულ მაუწყებლებს, რომ თქვენ არ არსებობთ სარეკლამო ბაზრის 70%-ისთვის. და ამას ემატება ეს კაბალური პირობები, რომ იმდენად დიდია სარეკლამო დრო, რომ არც ერთ დამკვეთს არ უჩნდება მოთხოვნილება, რომ გადაანაწილოს, რომ მიწვდეს უფრო მეტად მიზნობრივ აუდიტორიას, გადაანაწილოს თავიანთი შესყიდვები, იმდენი გადაუხადოს ეროვნულ მაუწყებლებს, რამდენსაც უხდიდა, მაგრამ ამავდროულად დახარჯოს თანხა კიდე სხვა მედია საშუალებებში, სწორედ ამიტომ რომ ნახოთ თქვათ რა ტიპის მონაცემები გვაქვს სხვა ქვეყნებში მედიათა შორის რეკლამის გადანაწილებაზე ან ნაციონალურ მაუწყებლებსა და რეგიონულ მაუწყებლებს შორის გადანაწილებაზე დაინახავთ რომ ჩვენთან ნამდვილად არის
ძალიან მონოპოლიზირებული. ერთი მხრივ ჩვენ დავანგრიეთ სარეკლამო გაყიდვებში მონოპოლია, მაგრამ მეორე მხრივ გარემო ამას არ დახვდა მომზადებული. თუმცა მიუხედავად ამისა, მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩემი პოზიციების დღეს თუ არ არის მყარი ამასთან დაკავშირებით, არის იმის ბრალი, რომ არ გვაქვს კვლევები. კვლევები ვინ უნდა ჩაატაროს? კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელიც წესით წინ უნდა უსწრებდეს ამ კვლევებით რაიმე სახის საკანონმდებლო ინიციატივის გაჩენას. კარგი ეს პროცესი, იმიტომ არის, რომ ჩვენ დღეს დავიწყეთ ამაზე მსჯელობა, მე ვერ დავეთანხმები ამ კანონპროექტის ოპონენტებს, რომ ეს არის ძალიან სწრაფად გამოჩნდა ეს ვთქვათ ინიციატივა და არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ იყო. შეიძლება შეკრება სულ რაღაცა ერთი თვის წინ იყო და ეხლა მესმის პოზიციები, რომ ჩვენ არა გვაქვს საშუალება, რომ დროულად ვთქვათ გავცეთ პასუხი ამას და ჩვენი შენიშვნები შევიტანოთ, ნამდვილად რთულია. მაგრამ თუ ერთმა კომპანიამ მოახერხა მაგალითად მაესტროს სახით, ისე შეიძლება წავიდეს. მაგრამ შესაძლებელია. რა თქმა უნდა და ამდროულად, რა ვიცი, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების პროექტის გამოქვეყნებისთანავე ვიცოდით, რომ ჩვენ ამ საკითხებზე უნდა დაგვეწყო მსჯელობა და რაღაცა ტიპის პოზიციებზე ვმუშაობდით და ალბათ დიდ კომპანიებს ჩვენზე უფრო მეტი საშუალება აქვს, რომ დასხდნენ და რამდენიმე იურისტიც ყავთ დაქირავებული, რომ დასხდნენ და იფიქრონ, აბა საით მიდის სამაუწყებლო გარემო, მედია გარემო და რა ცვლილებებია საჭირო და რაიმე ტიპის პროექტი თვითონ უნდა მოემზადებინათ წესით და არა თქვათ ფიქრობ დისკუსიის ფორმატი და ის რომ დავუშვათ სწორედ ამ ფორმატში ხდება განხილვა ამ პროცესის ერთ-ერთი ძალიან დიდი დადებითი თვისება, ნიშანია, იმიტომ რომ არასდროს მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე ან სხვა დავუშვათ მსგავსი კანონმდებლობის განხილვის პროცესში, ცვლილებების განხილვის პროცესში მე პირადად დავუშვათ ესეთი ჩართულობა არ მინახავს, როგორც ვიცი, მარეგულირებელი კომისიაში შედგა შეხვედრები მაუწყებლებთან, მიუხედავად იმისა, რომ დრო არ იყო ძალიან ბევრი, თუმცა ეს იყო ერთადერთი ალბათ შეხვედრა კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ვებგვერდზე გადავამოწმოთ და ვნახოთ მოსაზრებები, რომლებიც ტელეკომპანიებმა წარადგინეს ამ დრომდე და ჩემთვის ძალიან საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა ამ დოკუმენტებს, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო თითოეული მათგანის მოსაზრების გაცნობა დეტალურად, ანუ დოკუმენტურად და ვფიქრობ, რომ მაუწყებლები შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ დისკუსიის ფორმატში, რომელიც პარლამენტში უნდა გაიმართოს შემდეგ, საკანონმდებლო პროცესი მოიცავს ამ ფორმატსაც და ვფიქრობ, რომ დისკუსიის ფორმატი მოგცევს შესაძლებლობას დაიხვეწოს ეს ნორმები, რომელიც მარეგულირებლის ხედვით არის აუცილებელი. ვფიქრობ, რომ ის საკითხები, თუნდაც ის ძირითადი სამი საკითხი, როგორიც არის კომერციული რეკლამის დეფინიციის განსაზღვრა, სპონსორობის წესის დადგენა და სარეკლამო დროის ლიმიტების განსაზღვრა, გარდაუვალი იყო და ეს ნაბიჯი, ის რომ დავუშვათ გადაიდგა პირველი ნაბიჯი ცვლილებების თაობაზე არის მისასალმებელი, თუმცა საინტერესოა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული პირის, რომელსაც შეეხება ეს ცვლილებები, მოსაზრებები იქნეს გაზიარებული და გონივრული, უფრო მეტად გონივრული იყოს ის კანონი, რომელსაც მივიღებთ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცვლილება არის აუცილებელი, თუმცა რაც უფრო მეტად იქნება ეს ცვლილება შეთანხმებული იმ პირებზე, რომელსაც შეეხება, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დადებითი შედეგი მოჰყვება ამას. რაც, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ შედეგზე, არა მაგალითად ორი კვირის განმავლობაში ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შევიდეს, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ შედეგებზე, რომელიც იქნება გრძელვადიანი და დღეს, როცა მაუწყებლები განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, ესე ვთქვათ, გადადიან ციფრულ მაუწყებლობაზე, საკუთარი რესურსებით ცდილობენ იმ ახალი აღჭურვილობის შეძენას, ცდილობენ საკუთარი თანამშრომლების აღჭურვილობასთან ერთად საკუთარი თანამშრომლების მომზადებას. ძალიან მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ უფრო მეტი ბერკეტი და მყარი გარანტიები, როგორც ფინანსური, ასევე მომავალი განვითარების. ეხლა თქვა ცუდები? არა, უკვე დამთავრდა ჩვენი დრო, შესაძლოა ცუდებისთვის დრო აღარ დაგჭირდა. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ წელს მხოლოდ ამ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონში 4 ცვლილება განხორციელდა. ეს მე-4 იქნება თუ განხორციელდება უფრო სწორად. მე მგონი ყველა რეკორდს ხსნის ეს კანონმდებლობა და ეს არის, რა თქმა უნდა, ეს არის დარტყმები მაუწყებლობაზე, რომ ამ ვისაც კი მოაფიქრდება, ეს ყველაზე კარგი კანონპროექტია, რაც კი ბოლო პერიოდში მაუწყებლობთან დაკავშირებით შეიცვალა, იმიტომ რომ სოციალურ რეკლამაზე რომ წერდნენ ცვლილებებს და იმასთან დაკავშირებით რომ მქონდა პრეტენზიები, ნამდვილად მქონდა, დღემდე მაქვს პრეტენზიები, რა ტიპის ცვლილებებით შევიდა, ჩემი აზრით მოხდა გაუარესება კანონმდებლობის. ისიც რეკლამას ეხებოდა და ესეც რეკლამას ეხება. ეს არაკოორდინირებულება, ესეთი ფრაგმენტული მიდგომა. ფრაგმენტული მიდგომა. ერთმანეთთან ეს ორი კანონპროექტი, თუმცა მაბრძანა რომ ის კანონპროექტი ამასთან კავშირში არ არის,
შესაძლოა კომუნიკაციის საკითხი მართლაც დგას, თუმცა და მე გეტყვით, რომ წლის დასაწყისში უკვე საერთოდ ახლებურად უნდა დაიწეროს მაუწყებლობის შესახებ კანონი ციფრულზე გადასვლასთან დაკავშირებით. რატო გვჭირდება ფრაგმენტული ცვლილებები? ხანის გავაკეთოთ, ერთმანეთს საერთოდ ხანდახან არათავსებადია ერთის მხრივ თქვა თუ ვემსგავსებით ევროპას ამ კანონ პროექტით, სხვა კანონ პროექტებით ვშორდებით და ხო შეიძლება რაღაცა ჯგუფი შეიქმნას და ასხდნენ და გაანალიზონ რა სისტემა გვინდა ამ მედიაში საით მივდივართ და ერთხელ და სამუდამოდ დაწერო რომ გამართული კანონი და ყველა რეკორდი მოხსნა უკვე ამან და მაუწყებლობს სხვა საქმე არაფერია რომ გარდა იმისა რომ წეში ერთხელ დაждდნენ და შეისწავლონ რა რეგულაციით უნდა იმუშაონ ამ ქვეყანაში. მადლობთ. გასაგებია, მადლობთ თქვენ მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. გამოიწურა ჩვენი საუბრისთვის განკუთვნილი დრო სამწუხაროდ. მინდა გადაცემის ბოლოს მადლობა გადაუხადო ტელემაყურებელს ყურადღებისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაცემის დასკვნის ნაწილში კაპიტანი ნათია კაპანაძე და კაპიტანი ნათია კუპრაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. არგუმენტების დრო დღეს ამით გემშვიდობებად, შეხვდებით ერთმანეთს სამშაბათს ტრადიციულად 21 საათსა და 30 წუთზე. კარგად გრძანდებოდეთ.